მოგესალმებით მშვენიერებო. დღეს მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რა არის მატრიცა. მატრიცა არის ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ. აბსოლუტურად ყველაფერი არის მატრიცა, რომელსაც აქვს სხვადასხვა განზომილებები. ყველაზე მკვრივი განზომილება არის 3D განზომილება. რითი განსხვავდება ეს განზომილებები? არის 4D, არის 5 დღე. ეს განზომილებები, ანუ მაქსიმუმი ფიზიკურ რეალობაში, რაც არის მისაწვდომი, დედამიწაზე ჯერჯერობით არის 5D. 4D არის გადამსვლელი ხუთში. ანუ 4D-ში ანუ 4 დღე არის, ესე ვთქვათ, სწავლებითი პროცესი. 3D არის ძალიან მკვრივი. რას ნიშნავს ახლა ეს მკვრივი? ანუ შენი ვიბრაციები არის ძალიან დაბალ დონეზე, შენი მენტალობა, სხეული და ყველაფერი გული, ანუ არ არის გახსნილი იმ დონეზე, რომ ავიდეს უფრო მაღალ ვიბრაციაზე. როდესაც მენტალობა სუფთავდება, სხეული სუფთავდება, გული სუფთავდება, ის ნელ-ნელა გადადის სხვა ვიბრაციებზე. უფრო მსუბუქ ფორმაში, ესე ვთქვათ, მეოთხეში, სადაც მიმდინარეობს სწავლითი პროცესი, კიდევ უფრო მეტი გასუფთავება მენტალობის, გულის, სხეულის, აბსოლუტურად ყველაფრის იმისთვის, რომ გადახვიდე 5D-ში. ანუ 5D-ში ისეთი როგორ ვთქვა, მკვრივი მდგომარეობა არ არის. ანუ მენტალურად არ ხარ მძიმე, გულით არ ხარ მძიმე, არც სხეულით არ ხარ მძიმე. ანუ ყველაფერი უნდა იყოს გასუფთავებული. მატრიცა, ხო, მატრიცა, ანუ ყველაფერი ეს არის მატრიცა, ის 3-იც, 4-იც, 5-იც, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს არის მატრიცა, ანუ დედამიწაზე ესეა. მატრიციდან თუ გახვედი, ესე იგი აღარ ხარ დედამიწაზე. ეხლა როგორ არის მოწყობილი, ანუ შევეცდები ავხსნა, ანუ ნებისმიერი კომპიუტერული თამაში აიღეთ. იდენტურია ყველაფერი აბსოლუტურად. აი, ხომ არის თამაშს რომ ვიწყებთ, ჯერ არის პატარა, ანუ პირველი დონე, ხო? მან უფრო მარტივი რაღაცებია გასავლელი, უფრო მარტივად შეგიძლია აუღო იმ პირველ დონეს და მიდიხარ, გზა გხდება რაღაცა დაბრკოლებები, რომელიც უფრო მარტივი გადასალახია და მე გადადიხარ მეორე დონეზე. მეორე დონეზე ცოტა ოდნავ რთულდება. თან როცა გადადიხარ ამ დონიდან დონემდე, თან ხო აკვირდები, აფიქსირებ სად რა არის. თუ აფიქსირებ, თუ ახლა ავტომატურად თამაშობ, ეგეც კიდე სხვა თამაშია. თუ აკვირდები და აფიქსირებ, მერე ის მეორე დონეში გადგება. მერე მეორე დონეს თუ აფიქსირებ, ის მესამე დონეში გადგება. მესამე დონეში კიდევ უფრო რთულდება ეს თამაში, უფრო სხვა დაბრკოლებები მოდის, ახალი დაბრკოლებებიც მოდის. ზუსტად იგივე არის ამ მატრიცაშიც. ზუსტად იგივე. და როდესაც ანუ ხო არის რაღაც დონე ვერ გაიარე, ვთქვათ, პირველი გაიარე, მეორე გაიარე, მესამე გაიარე, მეოთხე ვერ გაიარე და გაბრუნებს უკან. ან გაბრუნებს მესამემდე, ან გაბრუნებს ისევ პირველამდე. ზუსტად იგივე ხდება ცხოვრებაშიც. ანუ რაღაცას თუ ვერ გაივლი, რაღაც გაკვეთილს, გაბრუნებს უკან. ან იმ წერტილამდე, საიდანაც დაიწყო ეს გაკვეთილი, ან კიდევ უფრო უკან. გააჩნია რა გქონდა გადასალახი და გააჩნია რა გააკეთე, როგორ ვერ გადალახე. ანუ ყველაფერს გააჩნია ზუსტად ისე, როგორც თამაშებში. ანუ ანალოგიურად თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაფიქრდეთ, ელემენტარული რაღაცა თამაში აიღოთ და დააფიქსიროთ რა ხდება, იქ ზუსტად იგივე ხდება ანალოგიური ცხოვრებაშიც. და ბოლოში როცა მიდიხართ, სადღაც ხო არის რამდენიმე დონე, რა ვიცი, 10, 12, 25 რაღაცა დონეები ამ თამაშის. ბოლო დონემდე როცა მიდიხართ, იქ ყველაზე დიდი
დაბრკოლება, ვთქვათ, რაღაცა ცხელთავიანი დევი, რაღაცა ისეთი უზარმაზარი რაღაცა ორჩხული, რომელსაც უნდა მოერიო, რომ მერე გახსნა კარიბჭე. ზუსტად იგივე თემა, აბსოლუტურად ყველაფერი. ნუ, ახლა ცხოვრებაში კიდევ უფრო რთულია, რა თქმა უნდა, ვიდრე თამაშებში. მაგრამ ესეა.